მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიყოფებით სტავროპოლის რაიონის კურსკის მხარეში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ქართველებისათვის. უამრავი ქართველი ფერმერი მუშაობს და განსაკუთრებით გამოსარჩევია საკმაოდ მძლავრი ფერმერული მეურნეობა აქვს ერთ დიდ ქართველს ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილს. ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილი, რომლის ფირმა არის არაგვი, არის საკმაოდ მსხვილი მოთამაშე ფერმერული მეურნეობისა, რომელიც არის კურსკის რაიონში, როგორც მოგახსენეთ, ეს არის სტავროპოლის რაიონი და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ბატონ ვიქტორთან. ეს ადამიანი დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობს უკვე და ჩვენ როდესაც აქ ჩამოვედით კურსკის რაიონში, ჩვენი მიზანი იყო გაგვეცნო თქვენთვის ყველა ის წარმატებული ქართველი, რომელიც აქ არის და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ხშირად აი ამ ბოლო დღეებში ესეთი განცხადებები ისმის საქართველოში, აი გინდათ რომ რუსეთში გაიღვიძოთ. გამოყვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძეთ რუსეთში. მოქალაქეებო, ხალხს გამოყვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძეთ რუსეთში. და აქაური ქართველები ძალიან კარგად იღვიძებენ რუსეთში, ძალიან კარგად ზნობენ თავს და საკმაოდ უამრავი ადამიანს ეხმარებიან თვითონ აქაური შემოსავლებით, აქაც საქართველოშიც და საერთოდ ეს ადამიანები ფეხზედ განან, იმიტომ რომ აქ მუშაობენ. და იმიტომ რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს რუსეთს. ეხლა ასეთი გადაჭიმული მინდვრები საქართველოში სამწუხაროდ არ არის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და აქ ეს ყველაფერი მიღწევადია და როგორ მოახერხეს ქართველებმა რომ აქ წარმატებებს მიაღწიათ და როგორ მოახერხეს ის რომ აი ესეთი წარმატებული გამხდარიყენ, ამის შესახებ თავად გვიამბობენ. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ თქვენი ძვირფასი დრო, იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველ დილით უკვე თქვენ გადიხართ, თქვენ უკვე მინდვრებში მუშაობთ და პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელს წარუდგინოთ თავი, როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა, საიდან როგორ მოხვდით, ანუ რომელი წლიდან ჩამოხვედით რუსეთში, ყველას აინტერესებს ეს წარმატებული ქართველების ასე. ჩვენ აქ ვარ დაბადებულები, მეცსა და ჩემი მშობლებიც აქ არიან დაბადებული. ბაბა ჩემია ჩამოსული 1921 წელიწადში. ჩამოვიდა ბაბა ჩემი დასახლდა აქ სოფელი გვაქვს ივანოვკა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ქართველები, მარტო ქართველები ცხოვრობთ იქ. ხოდა ჩვენი სოფელი გვაქვს, ჩვენი სასაფლაო, ჩვენი ეკლესია გვაქვს, ყველაფერი ჩვენი გვაქვს. და აქ როგორც ეს კურსკი რაიონი, სტავროპოლის კრაიში არის და აქ ყველა ფერმერები ვართ რა. ხოდა ეხლა მე აქ მაქვს ჩემი ფირმა არაგვი ქვიან ჩემი ფირმა, ჩემი წინაპრები იქიდან არიან წამოსულები, მთიულები ვართ და ანუ 1921 წლიდან წამოხვედით. 1921 წელს ჩამოსული საწყისი. ეს აი ბოდიში და საქართველოში რომ მოხდა აი კარგად მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო, მაშინ ბევრი დაიჭირეს, აი მაგ პროცესებს ხო არ უკავშირდება თქვენი წამოსვლა საქართველოდან 21-ში ბევრი თუ უბრალოდ წამოვიდნენ? უბრალოდ წამოვიდნენ აქ ჩვენი წინაპრები ის მეცხვარე ხალხი და ის გასაგები მეურნეობაში მუშაობდნენ და ეგ წამოვიდნენ. თქვენ თავიდანვე ფერმერულ მეურნეობა და მაინტერესებს ეს ახლა როგორ მოახერხეთ ეს რომ აი ალბათ ახლა თავიდანვე ამ ხელა მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი არ იყავით. აი როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები რომ აი აქამდე ნაბიჯები ეს 1990 წლებში გავხსენი მე ეს ფირმა, როცა დაიწყო კოოპერატივების გახსნა რუსეთში, პირველ ამ რაიონში პირველ მე დავხსენი კოოპერატივი. მერე ჯერ რა ხან ღორებს ვაშენებდით, საქონელს ვაშენებდით, მერე გადავედით უფრო მიწებზე. და მერე ეს ნელა ავიღეთ მიწები, მერე ავაშენეთ ჩვენი ისა გვაქვს წიწვილი, საცხობი, ყველაფერი ჩვენი გვაქვს უკვე. აჰა. ჩვენ წესავთ ჩვენი მოსავალს, ჩვენ ვმოღებულობ ტექნიკა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. რამდენი ჰექტარი არის თქვენი აქ? 6000-მდე მაქვს.
მიწა 6000 საკმაოდ დამბეჭდავი ციფრია 6000 ჰექტარი მიწა და ძირითადად რა მოყავთ აი მიწაზე უფრო ყველაზე მეტი ხორბალი ხორბალი მე მოყავს კერი რაფსი ლონი ეს გაროხი ჩეჩევიცა ყველაფერი მოყავს და მე აი ამის რეალიზაცია საცდება რუსულ ბაზარზე გადის თუ უცხოეთშიც გავა ხორბალი უფრო მეტად საქართველოში გადის საქართველოში სასონხეთში გადის და დანარჩენი რუსული ბაზარი ყიდულობს და მე კი ამათ გააქცევს მაგალითად და საზოგადოებაც გადის აი საზოგადოებაც რა გადის მაგალითად საზოგადოებაც ეს ნუტი ჩეჩევიცა გადის მაგრამ საზოგადოება გაროხიც გადის და რაფსი ეს რაფსი უფრო ჩინელები ყიდულობენ ეს არის ზეთი იმისთვის ხო ზეთისო რა ქვია იმას რაღაცა რაფსი ზეთიო ქართველებით ბევრი ყავთ ხო დასაქმებული მე რა ვიცი თქვენ ძმაც აქ არის თქვენ ძმაც აქ ამყავთ ბიძაშვილებიც ამყავთ დიშვილიც ჩემთან მუშაობს ბევრებია ქართველები ჩემთან მუშაობენ ეგი ქართველებიც არიან წარმოშობით თიულები ხართ ისე ხო კი თიულები ვარ საიდან ისე დუშეთის რაიონიდან ძირითადად დუშეთის რაიონიდან და რა მაინტერესებს აი რაღაცა აი ხო არ ქონიათ რამე ხელი შემშლელი ქართველები რო ხართ აქ და ვინმე საერთოდ ეგზნობინებინოს რომ თქვენ აქაურები არა ხართ აი ესეთი რაღაცა ყოფილა როდესმე არც ეს არ ყოფილა ეგეთი რამე ნაზე აი 2008 წელიწადში ჩვენ ძალიან გული გვტვიოდა აქ ვაკუჩერდით ძალიან ის ნაზე იცოდნენ რაღაც ფულს ვაკუჩერდით უგზავნიდით იქ ნათესაებს მეგობრებს დავეხმაროთ ხალხს მაგრამ ჩვენთვის არც ერთი რუს ხმარა მოუღია ის 68 წლის კაცი ვარ მე აქ ვცხოვრობ აქ ვარ დაბადებული აქ ვცხოვრობ ჩვენთვის ხმარ არც რა მოუღია ცუდი არც პოლიცია მოსულა და არც სტრუქტურები მოსულა ჩვენთან როგორც მუშაობთ იგივე მუშაობთ და ძალიან ისა ვარ მაყოფილი ვარ რომ აქ ვარ და ყველაფერი გვაქვს რუსეთში რო იღვიძებთ მაყოფილი ძალიან გაყოფილი ვარ გინდა ელეზე ვიყო გინდა ეგ ძალიან მაყოფილი ვარ შვილები აქ ამყავს შვილები აქ ამყვა რამდენი შვილი ყავთ ერთი გოგო მყავ მე და შვილი ორი მყავ და რა მაინტერესებს ვიცით აი თვითონ ხალხი როგორი არის აი აქ როგორი ძალიან კაი ხალხი რუსები არიან ძირითადად ხო ძალიან კაი ხალხი არ მოგატყუებენ არაფერს არ დაგიშაებენ თუ შენ არ დაუშაეგერი ვაფშე არ დაგიშაებენ გასაგე მე ვიცი რომ ეხლა ჩვენ მე ვნახავთ თქვენ გვანახებთ ამ ყველაფერს თქვენს ტექნიკას მინდვრებს ეკლესიაც ააშენეთ აქ ჩვენ სოფელში იმიტომ რომ ადრე ჩვენ წმინდა გიორგის ეკლესია ავაშენეთ და ავაშენეთ ლომისზე ადრე ჩვენი ხალხი ეს მთიულიც მუდამ ლომისობას მივდიოდით აქიდან საკლავებით მივდიოდით სათქმული საკლავი ქონდა გადავდიოდით საქართველოში მლეთაში და იქ იქნებოდა ჩვენი საკლავები მე ეს ტამოჟნები ისე დაიწყო რომ გაუჭირდა ახლა ყველა ხალხი არა აქ იმის უფლება რომ წავიდეს და მე აქ ავაშენეთ ახლა მე და ჩემი ძმა ავაშენეთ ეს ლომისის ეკლესია გასაგე უნდა ახლა ხალხი ეს შათქმული ღმერთისთვის შათქმული თუ ხავთ თვარი თუ საპონელი იკვლება აქ მუდამ წელიწადს და მთელი სოფელი მთელი ქართველობა გუშტები კისლაოცკის დიასპორიდან ქართველები ჩამოდიან სარაბოლიდან ჩამოდიან ქართველები ჩვენი ქართველები ვლადიკავკაზიდან მოდიან მოზუკიდან ქართველები ჩამოდიან და აქ გვაქვს ჩვენი ის სალოცავები და აქ ლოცულობს და კეიფობს და ყველაფერი ტარდება ჩვენი мама папური ტრადიციას არ ავკარგებთ. ჩვენ სოფელში ჩვენ ბავშვები ვიყავით. ჩვენ სოფელში რუსული იან არ ვინ არ იცოდა ბავშვებმა. როგორ აი მართლა ეგ მიდოდა მე თქვა, როგორ შეინარჩუნეთ აი ეს ბოდიშ და აი მართლა გაკვირვებული ვარ რა, რომ სკოლაში რომ მივდიოდით, მეკითხებოდნენ ეს ის მას ჩამოგვიკიდებდნენ კარტინკას და გვაჩვენებდნენ ეს ჩანგალი თუ კოვზი თუ რაღაც დახატულია და უნდა გვეთქო რუსულად და ჩვენ არ ვიცოდით რომ ეს რუსულად. და აი თქვენ ძმაზე ისტორია რო გითხრათ ერთი კითხვა. ხო, ჩემი ძმას აი ახლა ჩანგალს დაეცინიან. რატო? იმიტომ რომ მასწავლებელი ეკითხება აჩვენებს ის უგასკით რომ ეს რა არისო და ვალიკომ ხელი აიწიო. რა არისო ვალიკო და ჩანგალ ჭრის. ვილკა კი ვერ ათქო ჩანგალ და არგეს ჩანგალი. ჩანგალი. ნო. და რა მაინტერესებს იცით აი ხა აქ ხა თქვენ ხართ და ამ ხელა მეურნეობა გაქვთ.
ფაქტობრივად. აი კონკურენტები თუ ყავთ აი ახლა ამ ბაზარზე, ახლა ამდენი მიწები რომ მოვდიოდი, ახლა მე ვლადიკავკაზიდან ჩამოვედი. ისი ვლადიკავკაზიდან მოყოლებული აი ბატონი გიორგი მოყვებოდა და არ ვიცი აი ძალიან ისეთი ის იყო რა ქვია ტრამალი მინდვრები არ ჩერდება რა ეგ ისე იგი და ამ ბაზარზე ხა თქვენ როგორც აი თქვენ გაქვთ 660 რამდენი ჰექტარი 6000 ჰექტარი ხო და ამ ბაზარზე უფრო ბევრიც აქვს კიდე სხვებს თუ კი აქვს არის მონოპოლისტი ვინ არის მაინც მონოპოლისტები უფრო ისენია მოსკოვის ხალხი. ძალიან კიდო ბევრი ხალხი. თქვენ როგორი თვლებით? აი თქვენ საშუალო თითულებით თუ აი როგორი თვლებით? ნუ პატარები ვიცი. ეგ პატარა თითულება, ხო? არიან ძალიან დიდები. ეს 6000 ჰექტარი არ ითვლება დიდად, ხო? ან პატარა თითულება. ხო. რაიონში ითვლება კარგად რა. ისე რუსეთში პატარა თითულება. აჰა, გასაგებია და ქართველების ბლომად არიან აქ ფერმერული მეურნეობა, ფერს აქვს ქართველს. ფერს აქვს. იმიტომ რომ აქ და ძირითადად არის აი ხო მარტო აი ეს სცენარეულობის მოყვანა ან ხორბლის თუ არის მესაქონლეობასაც მისდევენ. მისდევენ, მე ღმერთს ამაქვს, ფერმაც ამაქვს, საქონელი მყავ, ცხვარი მყავ, ღორი მყავ ფერმაში. და ეს მე რო იკლება, აქ იყიდება თუ ეგეც საქართველოში მოდის. თუ იმდენია თუ სპროსია საქართველოსთან მოდიან საქართველოსთან. მსხვილფეხი გახავთ საქონელი. ისე აქ იკლება და აქ იყიდება აკაური ბაზარზე. გასაგებია. ისე მაინტერესებს აი კითხვა მაინც მე ხა კი ვიცი თქვენი პასუხი, მაგრამ მაყურებელს აი გიფიქრიათ რომ რაღაც საქართველოში ხა თქვენი ისე აწყობილი გაქვთ აქ საათივით საქმე, ცოტა არ იყოს საქიდან წამოსვლა ურთულესი იქნება. გიფიქრიათ რომ აი რაღაც დაბრუნებული იყავით. ისე 100%-იან დაბრუნებელზე არ მიფიქრე, მაგრამ მე მინდოდა ამეღო მოქალაქობა საქართველოს. აი ეგრე ყველაზე. ჩავედი და ის მითხრეს რომ ქართული ენა ცუდად იცითო და არ ჩვენ თუ ქართული ცუდად იცი ზურაბიშვილმა რო ლაპარაკობს დატაჯულია ხალხი იმას ზურაბიშვილზე პრეზიდენტზე მოკეთ თქვენ ლაპარაკობს და ეს პრეზიდენტი თქვენ არ გაზრდოთ მოქალაქეებს. რაში გეტყობათ რომ ცუდად კომისიის თავმჯდომარე ვინც იყო ის მეკითხება. სადაც მუშაობდა კოლმერნობის დირექტორი ვარ მეთქი და კოლმერნობა რა არის და კოლხოზი მეთქი მე გაუბრალოდ რუსულად უთხრა კოლხოზი მეთქი და კოლხოზი რა არის? და იმიტომ დამიწერეს რომ ეს იდიოტები არიან რა ძალიან საშინელი სიტუაცია. თორე ისე ბინას მინდოდა მეყიდნა რაღაც ბიზნესი გამეხსნა საქართველოში მაგრამ ვერ მოახერხეთ. ვიძახ სანამ მოქალაქობა ანუ რაღაცა გინდოდა ბიზნესის გახსნა ყველაფერი მაგრამ ამათმა ხელი შეგიშალა. აი ხალხო გესმით თქვენ აი მე მინდა ჩვენს ვიმართო შესაბამის უწყებებს. ქართველი კაცი არის. ეს კაცი მართლა უხმარ ბაბაში უნდა გავახვიოთ და ხელის გულზე უნდა ვატაროთ ასეთი ქართველები, იმიტომ რომ ახლა მეურნეობა აქვს აქ რუსეთში 6000 ჰექტარი მიწა. ამდენი ხალხი ყავს დასაქმებული. იგივე უნდა რომ გააკეთოს საქმე. ირანელებს და თურქებს რო აძლევთ და აბაირამებთ იქა და ბოდიში და იმათი უნდა იყოს. ქართველმა კაცმა იშოვოს ფული არ ჯობია და ქართველმა კაცმა იმას ყავს დაასაქმოს ხალხი კაცო. და რამდენი ეგეთი თქვენნაირია კიდე აქ რომელსაც უნდა ძალიან ბევრები იყვნენ ჩასულებს უკან დაუგდო. აი ხა დასახვრეტები ხარ თქვენ აი ვინც ამას აკეთებთ რა. აი იმ კომისიის წევრები უნდა გამოიყვანო და სახალხოთ უნდა არ ვიცი შეარწყვიო მაგრამ შეიძლება ახლა ამერიკას მოქალაქე აი მე მინდა რომ აი ეხა შეიცვალა სიტუაცია და დღევანდელ ხელისუფლებას მინდა მივმართო და მინდა მივმართო ასევე მომავალ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. აი შეიძლება ეხლა ბატონი ვიქტორ ხადელაშვილის და კაც მოქალაქეობა არ მისცე კაცო და ამნაირი ფერმერები არის უამრავი საქართველოს. შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა და გული აუცროთ ამ ადამიანებს. იმიტომ კი არა რომ ეხლა აბზივარ მის კაბინეტში ხა კაცი არის აი თქვენ თვითონაც ნახავთ ეხლა მე კი ვიცი უკვე ნახე იმხელა ესა აქვს რა სიმძლავრის მეურნეობა აქვს ხო იმხელა ფინანსები აქვს. მანდ აი თურქებს ვაშოვნინო და ირანელებს ფული ხალხო ა ქართველმა იშოვოს ფული ის არ ჯობია კაცო საქართველო ქართველებისთვის არის თუ ირანელებისთვის არის. აი გაუგნებული ვარ მართლა რა. ალბათ ძალიან მესმის თქვენ როგორ გულდაწყვეტილი წამოხვიდოდით იქიდან. ქართულ კაცო ერთხელ და ორჯერ გერ წამოვედი გულდაწყვეტი.